ხშირად მეკითხებიან, რა ანალიზი უნდა ჩავიტარო იმისათვის, რომ გავიგო მაქვს თუ არა ინსულინ რეზისტენტობა. მოდით ამას ძალიან მოკლედ აგეხსნით. ინსულინ რეზისტენტობა არის, როდესაც სისხლში არის ინსულინი, მაგრამ უჯრედები ვერ რეაგირებენ მასზე, ანუ ვერ სცნობენ მას, არ უღებენ კარს, არ უშვებენ და ამის გამო ორგანიზმი გამოიმუშავებს სულ უფრო მეტ ინსულინს და ინსულინის რაოდენობის ზრდა იწვევს მადის და წონის მომატებას, ნახშირწყლებზე და ტკბილზე მოთხოვნილებას და ქრონიკულ დახლილობას. თუ თქვენ აღნიშნული სიმპტომები გაწუხებთ, ცხადია პირველ რიგში უნდა მიმართოთ ექიმს, მაგრამ ის მთავარი ძირითადი კვლევა, რომლითაც ჩვენ ვადგენთ, არის თუ არა ინსულინ რეზისტენტობა, ეწოდება HOMA ინდექსი. დილით უზმოზე ტარდება სისხლის ანალიზი ინსულინზე და გლუკოზაზე, ხოლო ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით ექიმი ითვლის HOMA ინდექსს.